ყველა ამ თემაზე ლაპარაკობს და მეც ამ შუა ღამისას 2 საათი დაიწყო. მეც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ იმასთან დაკავშირებით რაც ხდება დღეს საქართველოში რა თემაც არის ყველაზე აქტუალური. იცით თქვენ რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოვიდა აქციაზე 31 მარტია დღეს უბრალოდ უკვე გუშინ იყო 31 მარტი დღეს 1 აპრილია მე თქვენ მოტყუებას ცხადი არ ვაპირებ მიუხედავად იმისა რომ 1 აპრილია მოკლედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარდგა საზოგადოების წინაშე იცით თქვენ ხმადაბლობ ლაპარაკობს შეგნებულად და ესე არაომახიანად ჩვეულად იმიტომ რომ მაინც ესეთი აი ღამის განმავლობაში რატონალობაც უნდა გქონდეს ხო ის შევინარჩუნოთ და ამისა გაგიფხებთ რომ ბავშვი წინავს შემგან დაახლოებით 5-6 მეტრში ჩემ შვილს 4 წლის შვილი მყავს მე ლილე ხო და პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოვიდა და ამბავი ესეთია რომ უკან დახვდა ეს პლაკატები ვინმეს თუ გონია რომ ეხა ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული არ იყო ის ჯგუფი რომელსაც პლაკატები ეჭირა ხელში მიშას თავობაზე პლაკატები მიშას შესახებ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის თავისთავად ცხადია სწორი მოთხოვნა მაგრამ ყველა მოთხოვნას აქვს თავისი დრო კონტექსტი ვითარება და ასე შემდეგ და თუ ვინმეს გონია რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყო ორგანიზატორი იმ ადამიანებისა ვინც ეს პლაკატები დაიჭირა სალობე ზურაბიშვილის ზურგს უკან ეს ვინმე რბილად თვითყვი ცდება დიახ ნაციონალური მოძრაობა იყო და სხვა არავინ მაგრამ ამაზე არ გამამახვილებ უაღრებას ახლა ისევ როგორც ბევრ რამეზე არ გამამახვილებ და თან გამამახვილებ მოკლედ ზურაბიშვილი გამოვიდა ამ აქციაზე სიტყვა მე არ მომეწონა გულახდილად გეტყვით არ არის ეს ლიდერის სიტყვა უბრალოდ ამგვარი სიტყვები მას და სხვებსაც ნათქვამი აქვთ ოკეი მას აქვს ნათქვამი არაფერი პრინციპში არანაირი სიმახსიახლე არ მოგვისმენია ჩვენ მისგან სადაც სამწუხაროა ჩვენ ერთ და იგივე ადგილს ვკეპნით თითქოს და წინ ვერ მივიწევთ ბოდიში ვიხდი ერთ წამს ხუცელი მაგდა მინდა რომ არ დამავიწყოს პრინციპში რაღაცებს ჩავხედო ერთ და იგივე ადგილს ვკეპნით მეთქი აქ იგითხარით და ვერ სალობე ზურაბიშვილმა ვერ წაიწია წინ საკუთარ რიტორიკაში არგუმენტაციაში და ასე შემდეგ რაღაცა ითქვა რომ რაღაცა პლატფორმა იქნება წინააღმდეგობის თუ არ ვწდები კარგია ეს მაგრამ თუ ამის შექმნა იყო აუცილებელი და აუცილებელი იყო უნდა შექმნილიყო გუშინ წინან რაღაც 3 თვის წინ 26-27 ოქტომბერს უნდა შექმნილიყო მე თუ მკითხავთ ან რაღაც 30 ნოემბერს ხო რომ არ დამავიწყდეს სალობე ზურაბიშვილი საერთოდ შემცდარი პოლიტიკოსი ეს უნდა ვთქვათ და ეს აუცილებლად სათქმელია ხა ბევრი იტყვის რომ ამის კონტექსტი ამის დრო არ არისო ბევრი იტყვის პირიქით რომ როცა მხედავთ იმისა რომ რაღაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ ამაზე მაინც უნდა ვილაპარაკოთ მცდარი პოლიტიკოსია მე გიდასტურებთ განსაკუთრებით დიდი შეცდომა მას დაშვებულია ორჯერ ჩემი აზრით პირველი შეცდომა დაუშვა მან არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით მიშა სააკაშვილის ჯინაზე მიშა სააკაშვილზე გაბრაზებულმა მიშა სააკაშვილის ბოღმაზე არ ვიცი დროს შესაძლოა სალობე ზურაბიშვილი მიიჩნევდეს რომ არასწორად გაანთავისუფლეს ის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მაგრამ ესეც არ უნდა გამხდარიყო იმ განცხადების საფუძველი 1-ის 2-ის თუ 5-ის რომლებიც მან გააკეთა განცხადებების რომლებიც მან გააკეთა ადრეულ წლებში განცხადებები იცით თქვენ ეხება 2008 წლის ომს და სალომე ზურაბიშვილმა დაადანაშაულა საქართველოს მაღალი ალბათობით კი ნამდვილად საქართველოს წინა ხელისუფლება მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს წინა ხელისუფლება წარმოადგენდა საქართველოს 2008 წლის ომის გაჩაღებაში ეს არის გადამწყვეტზე უარესი ან კატასტროფული შეცდომა და რასაკვირველია მე ვისურვებდი რომ დღეს იქნებოდა თუ გუშინ წინ 1 თვის წინ 8 თვის წინ თუ 4 წლის წინ სალომე ზურაბიშვილს ეთქვა რომ არა მე შევცდი და ამ თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რომლებიც დღეს ახსენებენ სალობე ზურაბიშვილს იმ ამბავს და ასევე ახსენებენ იმ წიგნს რომელიც მან დაწერა ზურაბიშვილმა მართლები არიან თუმცა დროს და კონტექსტს ვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რაღა მაინც და მაინც დღეს ახსენებენ გუშინ ერთიანობაზე არ ლაპარაკობდნენ სალომე ზურაბიშვილთან
ხომ ლაპარაკობდნენ, არა, დღესაც წასწდებათ ხოლმე, მაგრამ აი ესე მაცლად იმისა, რომ მხარეები ერთმანეთს დაუახლოვდნენ ამ გადამწყვეტ მომენტში, რატომ ხდება მხარეების არა დაახლოება, არამედ განახლოება, რატომ სცილდებიან და ნაციონალური მოძრაობა არ არის მეორე იმ ჯგუფებს შორის, ვისაც შემოაქვს ეს დაპირისპირება, არა განხეთქილება, ესეც უნდა ვთქვათ. ახლა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მინდა ვთქვა. მეორე დიდი შეცდომა სალომე ზურაბიშვილისა, როცა პრეზიდენტი იყო ძალმოსილი, ასე უნდა ვთქვა, მას პრეზიდენტი სააკაშვილი რასაკვირველია უნდა შეეწყალებინა და დამოუკიდებლად იმისა, ქართული რუსული ოცნება რას იზამდა. ანუ განთავისუფლებდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. ვადასტურებ, ეს არის მეორე შეცდომა. ანუ პირველი შეცდომა არის ომის დაბრალება, როგორც განცხადებებში 1-ში, 2-ში თუ 5-ში, თუმცა 5 არ მომისმენია, გულახდილად გეტყვით, ისე წიგნში. რაც სხვათა შორის რუსეთმა საკმაოდ რუსეთის სამგეულმა ჯგუფებმა, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნაზე, საკმაოდ ეფექტურად კი არ გამოიყენეს, მაინც და მაინც ეცადნენ, რომ გამოეყენებინათ. და მეორე შეცდომა არის მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალება. ვაღიარებ, ვადასტურებ ასე. მაგრამ ახლა ვინ არ არის შემცდარი? შეცდომა, ხო, ხა ბევრი მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამას დანაშაულს უწოდებენ. და თუ დანაშაული იყო და თუ ასე მიგაჩნიათ, მაშინ ქარტიაზე თუ სხვა დოკუმენტებზე, ერთობლივ ქმედებებზე და რაღაც დოკუმენტებზე ხელი არ უნდა მოგეწერათ დანაშაულის ჩამდენ შესაბამისად დამნაშავე სალომე ზურაბიშვილთან ეს ბარემ ბოსტანში ნაციონალური მოძრაობისა, რომელშიც კენჭებს კიდევ ამ ბოსტანში კიდევ ჩავაგდებ ამ ვიდეო ბლოგის დროს. ეს ბარემ, ხო? ეხლა შეიძლება შეცდომებზე ვისაუბროთ. შეცდომები ეს კვალიფიკაცია მივცეთ. მიხეილ სააკაშვილის შეცდომები არ აქვს დაშვებული. არა, მე მესმის, რომ იმ მასშტაბის შეცდომა არ აქვს დაშვებული, რომ ორი შეცდომაც აქვს დაშვებული ზურაბიშვილის ომის დაბრალებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს რა შეცდომა არ აქვს დაშვებული. ეხლა მე ასულად არ მინდა, ბევრი მსაყვედურობს, რომ რაღაც დროს მიშაზე ლაპარაკია, ისევ მიშაზე ლაპარაკობ, ხო, რაღაცა. უბრალოდ მე პირიქით მინდა, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეთ ერთმანეთს. ამიტომ თუ სალომე ზურაბიშვილის შეცდომებზე ამახვილებთ ყურადღებას, ვინმე რომ გაამახვილოს ყურადღება მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე, რა ის მცდარი იქნება. ამიტომ მე მაღარებს მაინც პრინციპში მოუწოდებ არა იმდენად ერთმანეთსაგან დაშორებისაკენ, ხო, რამდენადაც პირიქით დაახლოებისაკენ. მით უფრო რომ აი ესეთი ეგზისტენციური პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა სალომესიც და მიშასიც, ცუდების და კარგების, უარესების და უკეთესების, მაღლების, დაბლების, ჭკვიანების, უჭკუების შესახედავი თუ შეუხედავი ადამიანების, ქალების, კაცების, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების, სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ადამიანების. და მე აქედან გამომდინარე, აღარ გითხარით, რომ ნაციონალური მოძრაობის ბოსტანში ჩავაგდებ სიტყვას, მეთქი საკენჭებს მეთქი. ამას მივსდევ ახლა და გეტყვით, რომ ჩემი მოსაზრებით სულაც არ იყო საჭირო ასე მაგალითად სალომე ზურაბიშვილი როცა გამოდიოდა მის ზურგს უკან დახვედრა თუ დახვედრინება, დახვედრა ალბათ სწორი სიტყვა, მიხეილ სააკაშვილის პლაკატების. არ იყო საჭირო დღენიადაგ იმის შეხსენება და გამეორება, რომ აბა შენ თქვი ეხლა ვინ დაიწყო ომი. 73 წლის ქალბატონის შეცვლის აუცილებლობა დღეს და ახლა მით უფრო 31 მარტს არ დგას. 31 მარტი არის ერთიანობის დღე, 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, 31 მარტი არის იმის დემონსტრირების დღე, რომ ჩვენ უდრეგად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას. კავშირში რასაკვირველია 2008 წლის ამბები არის 31 ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. იბოდიშებდა. მაგრამ ეხლა 2008 წლის აგვისტოს დღეების თემის შემოტანა 31 მარტის კონტექსტში ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში სრულიად უადგილო. მით უფრო თუ ერთიანობაზე ლაპარაკობ. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას მოდი მე გულისხმობ ხა ნაციონალური მოძრაობის იმ პირებს, რომლებიც ესე ფიქრობენ. ის ხომ არ აინტერესებთ ომი ვინ დაიწყო თუ არა. ამაზე პასუხი. მოდი გულახდილები ვიყოთ ხო? ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გაცილებით მეტად, არა, ის ხონერად ვიტყვი, აინტერესებთ ომი ვინ დაიწყო. ოკეი. აინტერესებთ. და რასაკვირველია რუსეთმა დაიწყო.
და მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ბარემი ვიტყვი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ იყო არც თუ შორეულ წარსულში გრიგოლ ვაშაძე აი ეს გრიგოლ ვაშაძე რომელთანაც ერთიანობა ჰქონდათ ახლა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკოსებს თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო და ეს ის გრიგოლ ვაშაძე არ არის კომისიაზე რომ მივიდა და თქვენ არა ხართ ის ადამიანები რომლებიც დღენია და აკრიტიკებთ ყველას ვინც კომისიაზე მიდის და სამართლიანად აკრიტიკებთ მაგრამ გრიგოლ ვაშაძეს კი არ შეხები ხართ მაინც და მაინც არა იმიტომ რომ ჭკვიანობები არ ილაპარაკა ანუ ჭკუები ილაპარაკა მაგრამ რაღაც დაბუდადებული კაი სხვაზე ვიტყვი გრიგოლ ვაშაძე შედარებით ადრე წავიდა იმ მელიამდე ხო გოგავა გენერალი მე პატივისცემას ვადასტურებ მის მიმართაც და ყურაშვილის მიმართაც არ იყო ნაციონალური მოძრაობის თუ მე მეშლება წარმომადგენელი არც თუ დიდი ხნის წინაიხლაი არასრული 1 წლის წინ მაშინ რატომ მივიდა გოგავა კომისიაზე მე მგონი რომ არც ვაშაძე უნდა მისულიყო და არც გოგავა და არც ყურაშვილი და არც არავინ ხაინდრავებისთვის უნდა დაეტოვებინათ ეს კომისია მაგრამ მაინც ეს კომისია თქვენ იცით რომ გამოსაყენებელია მისი ფორმალისტური არ არის შექმნილი რომ დოკუმენტი დადონ იმის თაობაზე რომ საქართველოს დაიწყო ომი და მე ბოდიში მოუხადონ და ვინც ის მე აღიარო კიდეც სეპარატისტული რეგიონები ახლა რატო ყვები ამ კომისიაზე რატო გადავედი და კომისიაზე რატო ამახვილე ყურადღებას დიახ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა 2009 წელია თუ არ ვიცი მოკლედ ომის შემდგომ როცა საქართველოს დააბრალა ომი დაწყება და ეს ძალიან ცუდია მაგრამ 63 წლის ქალბატონს ახლა ომის თემაზე ესაუბრო 31 მარტს როცა ერთიანობაზე დგება საქმე ხო ჩემი აზრით არა სწორია ჩემი აზრით არა ადეკვატურია კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა ბარემ ვიტყვი ხო საერთაშორისო ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილი თუ მართლა ვსაუბრობთ რაღაც სერიოზულად ან ვიხილავთ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე არის ჩვენი ერთადერთი ხმა მომიტევოს ბატონმა ხაბეიშვილმა ბატონმა ბარამიძემ მაგრამ მათ არ აქვს შესაძლებლობა რომ შეხვდნენ მაკრონს მაკრონი კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა შეიძლება იყოს აპრიორი იქნება მეთქი მაგას ვერ ვამბობ აპრიორი ვიქნები მე მნიშვნელოვანი პერსონა საქართველოსთვის რომ მაკრონიც კი ვერ იტყვის ამას მაგრამ ერთადერთი ადამიანი ვინც მაკრონს ესაუბრება იმაზე რომ როგორღაც გაიყვანონ პროცესიდან მოდი ასე გეტყვით ასე ავხსნი ბიზინა ივანიშვილი არის სწორედ სალომე ზურაბიშვილი და შესაბამისად ხომ არ იქნებოდა უპრიანი რომ პასუხი კითხვაზე რატომ თქვით ქალბატონო სალომე თქვენ რომ ომი დაიწყო საქართველოს ამ კითხვაზე პასუხი სალომე ზურაბიშვისაგან მოგვითხოვა ოდნავ გვიან როდესაც ის თავის მისია როლს შეასრულებს მით უფრო რომ მაღალი ალბათობით კი 100%-იანი გარანტიით შემიძლია ვთქვა მე გავრიცხო და მე ვთქვა რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ მოსვლას აღარც აპირებს თავარია ესენი იყვნენ მოცილებულნი ანუ ქართული რუსული ოცნება და სალომე ზურაბიშვილი ალბათ ნებით წავა ხოლო ძალით ან ჭყალებში ძალით უნდა გავაცილოთ არსებული პოლიტიკური სპექტრიდან აბსოლუტური უმრავლესობა რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ამ ხნის განმავლობაში და ახლაც არაადეკვატურია ერთის მხრივ სალომე ზურაბიშვილს თხოვდა ერთიანობას და მეორე მხრივ მას აგინებდე ეს არასწორია კონტრპროდუქტიულია არა იმიტომ რომ შენ მართალი ხარ ჯანდაბას მაგრამ შენ რა მტყუანი არა ხარ მეორე მხრივ ბევრ საკითხში ბევრ თემაში მით უფრო ახლა კვლავ ვიმეორებ ახლა ამ ისტორიულ კონტექსტში და არ უნდა აძლევდე ქართულ ოცნებას იმ პროპაგანდის უფლებას თუ შესაძლებლობას რომ მან თქვას რომ იცი აი თურმე ოპოზიციაში განხეთქილებაა თურმე ესენი ვერ ხალები ერთიანდებიან სალომე ზურაბიშვილს აგინებენ და ასე შემდეგ ეხლა უკვე სალომე ზურაბიშვილს აგინებენ და ასე შემდეგ აი სალომე ზურაბიშვილმა რომ გადაწყვიტოს და გავიდეს პროცესიდან იმ მაკრონს კვლავ ვიმეორებ ხაბეიშვილი დაელაპარაკება თუ რომელიმე სხვა ოპოზიციონერი განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობიდან. არა ვერც ვერავინ ვერ დაელაპარაკე უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა რომ ესე აქტიურობს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამიტომ ვამბობ მე ამას. დიახ ეს ერთიანი კონტექსტია მეთქი 31 მარტის 9 აპრილის 26 მაისის აგვისტოს დღეების აკითხარით თუმცა არსებობს მოდი ესე ვიტყვათ კონკრეტული საბაბები და ახლა ჩვენ გვჭირდებოდა დემონსტრირება ერთიანობის. ახლა ჩვენ გვჭირდებოდა პოლიტიკოსები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის ზურგს უკან იდგებოდნენ იმ ტრიბუნასთან, ამგვარი იდეა უნდა გაჩენილიყო.
ოღონდ კვლავ ვიმეორებ, მე ხლა არც სალომეს ვაკრიტიკებ და საერთოდ მომბეზდა ეს თემა გულახდილად გეტყვით, აი რა კაცილებით სერიოზული პრობლემების წინაშეა ქვეყანა და თქვენ რაზე იხარჯებით, ან რაზე მსჯელობთ, ან რაზე კამათ, რატო სირავთ საერთოდ ყველას თუ არა უმრავლესობას გულისხმობ, არა ადეკვატურია. მოკლედ პოლიტიკოსთა ესე ინდივიდუალურად პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა მათ შორის არა აქვთ ესე რომ ამბობენ ხოლმე კბილს ვერ აჭერენ ენას. ანუ არ ჩუმდებიან, წამოყაყრანტალებენ ხოლმე რაღაცას და მე საკუთარივე სიტყვის ძევლები ხდებიან, მე ცვლიან იმ სიტყვას გარკვეული ჭმუნვებში არიან და ასე შემდეგ. ვანე მიხეილ სააკაშვილზე ვიტყვი, კვლავ ვიმეორებ, არა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არა, მიხეილ სააკაშვილი ძლიერი პრეზიდენტი იყო, მიხეილ სააკაშვილი მართალი პრეზიდენტი იყო, შეცდომიანი პრეზიდენტი იყო. პოსტ-პრეზიდენტობის პერიოდში მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა უკრაინაშიც, საქართველოსშიც, საქართველოსთან მიმართებაშიც. ჩამოსვლის ფორმაც, დროც და ფორმაც არ იყო სწორი, მაგრამ მე ხლა არ მით უფრო პატიმარია და მის წინააღმდეგ რაღაც განცხადებებს არ ვაკეთებ. მაგრამ როგორც ჩანს, მიშა შენ ან ესე არ მინდა რომ მიმართო. როგორც ჩანს, მიხეილ მესამეში ვქოთ, ხო? მიხეილ სააკაშვილი ითხოვს გააქტუალურეთ ჩემი საკითხი. გააქტუალურეთ ჩემი საკითხი. ხო და არ არის ესე, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ათეულში, ან ათეულს მიღმა. არა, ოკეი, რაღაც სამეულში. ხო, ოთხეულში, ხუთეულში, მაგრამ უპირველესად არის რუსული ოცნების ცილების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას და აი აქ ვინ იქნება ლიდერი პირველი სიტყვა, ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილი ლიდერი. აი ესე გეტყვით. არ არის საზოგადოებრივი კონსენსუსი მასთან დაკავშირებით, იმიტომ კი არა, რომ ვინც მისი წინააღმდეგი აუცილებლად მართალია. შესაძლოა მტყუარია, მაგრამ კონსენსუსი არ არის. ოპოზიციურ სპექტრშიც კი არ არის. არათუ მთლიანად საზოგადოებრივ და არც უნდა იყოს სიმართლე გითხრათ, გაცილებით არც სალომე ზურაბიშვილი არ უნდა იყოს. გაცილებით სხვა თაობის, სხვა ტიპის, სხვა ტიპოლოგიის, სხვა მენტალობის, სხვა თავისუფლების ხარისხის პოლიტიკოსთა, რომლებიც არ ჩანან, რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ახალგაზრდების მეთქი ახალი სახეების დრო დგება და არა და საკუთარ თავზე ვიტყვი, ხო პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ მეც რომელიღაც ეტაპზე უნდა ჩამოვკიდო ხელთათმანი ჟურნალისტისა ლურსმანზე, ასე რომ ამბობენ ხოლმე და შედარებით ახალგაზრდებს დაუთმოგზა, თუმცა მე ხალხს აქტიური უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, ბლოგი უნდა მქონდეს, რაღაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რაღაცებს უნდა ვილაპარაკო და ასე. მიშა სააკაშვილი მოკლედ ვერ ბრუნდება მეთქი და ეხლა მისი თემის წინ წამოწევა და უკლებლივ ყველაფრის უკან გადადება კომისიის მუშაობის ამ ბანდიტების კომისიის რაღაც საერთაშორისო ასპექტი არალეგიტიმაცია მტირლი ხელისუფლების არალეგიტიმობის კიდევ ერთხელ და შეერთებული დადასტურების შეერთებული შტატებიდან საფორთის წამოღების საფრანგეთიდან ევროპიდან უფრო ზოგადად რაღაცა ეს გადავდოთ ეხლა ყველამ და მიშა სააკაშვილი ვიმამედიდან გამოვიდეს ოღონდაც ამაზე თუ ვიჩერეთ არ გამოვა ხალხი არაფერი ისედაც არაფერი არ გამოდის არ გამოვა მართლა არაფერი ამას გეტყვით მე ვიცი რომ ბევრი შემომწყრება და ბევრი იტყვის თუ სალომე ზურაბიშვილს იცავ არ ვიცავ ზურაბიშვილს ბევრი შემომწყრება და მეთქვის თუ მიხეილ სააკაშვილს ნაკრიტიკებ არ ვაკრიტიკებ მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ პროცესს ხსნი პოზიტივი რომ იყო ჩემი უხედებს გაცნობ ახლა ერთი დეტალიც და დავამთავროთ პრინციპში ეს ვიდეო რადგან გადაულახავი პრობლემა არის ეს თემა, ანუ სალომე ზურაბიშვილი, რაღაც ომის თემა, რაღაცას ვიღაცამ შემოაქვს მაინც და მაინც ეს თემა სწორედ 31 მარტს და რადგან გადაულახავი, მე გთავაზობთ ამგვარ რამეს. არა ყველას, სალომე ზურაბიშვილსაც, მიხეილ სააკაშვილსაც, გიორგი მარგველაშვილსაც, აი ნახეთ საერთო პრეზიდენტი დავასახელებ. შემიძლია დავასახელო პრემიერ-მინისტრი ასე მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასე მაგალითად გიორგი ახარია კიდე თუ გამახსენდება პრემიერ-მინისტრი ხო კი ბატონო ნიკა გილაურია გამახსენდა ვინც აქტიურია მეტნაკლებად ხო ეხლა სხვებიც გვყავდა თავდაცვის მინისტრები შემიძლია გავახსენო ხო ბევრი გვყავდა მიხეილ სააკაშვილის პირობებში რომელიც აქტიურია და ერთი-ორი პირია აქტიური ქართული ოცნების პირობებში ვინც იყო თინა ხიდაშელი ასე პარლამენტის თავმჯდომარეები შემიძლია გავიხსენო დათო ბაქრაძესა და დაკარგული არ ვიცი მაგრამ აი დათო უსუფაშვილი ასე მაგალითად ხო ხო დათო ბაქრაძე თქვი ინო ბურჯანაძეზე რა გიხართ ის დაკარგული არ ვიცი მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ამგვარი ტექსტი ერთი ფურცელი დასჭირდება არა უმეტეს ფურცელ ნახევარ ძირითადი პრინციპები ჩვენი სახელმწიფოსი და ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ბოდიშიც და მიხეილ სააკაშვილის ბოდიშიც ძირითადი პრინციპები რომელზეც ყველა მოაწერს ხელს და ამ ფურცელზე მომავალზე ხო ვფიქრობთ ამ ფურცელზე უნდა იყოს არ ვიცი ბევრი წინადადება ალბათ პოლიტიკოსებმა შეავსონ მაგრამ მე ერთ წინადადებას ვიტყვი ომი დაიწყო რუსეთმა
თუ აწერს სალომე ზურაბიშვილი ხელს ამ ახალ დოკუმენტს, ეს ჩავუთვალოთ მას ბოდიშად. მიხეილ სააკაშვილი მოაწერს ხელს. იქ სხვა რაღაცეებიც უნდა იყოს, მაგალითად რაღაც დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ პირობითად ეს აი მოდი თქვა რაღაც, ჩვენ გსურს რომ რაღაც ჩვენ საპრეზიდენტო რესპუბლიკას არ მიუბრუნდეთ, ან პირიქით მიუბრუნდებით. ხო, არ ვიცი, ხა ეგ ჩამოყალიბდა. ჩვენ რაღაც მშვიდობიანად გავუშვებთ ქართულ ოცნებას. ან პირიქით ყველა ძალას ვიხმართ, რომ ქართული ოცნება, მათ შორის არაკანონიერსაც, უბრალოდ არ ამშვიდობიან. ეს ამაზე იფიქრონ პოლიტიკოსები. მაგრამ არასოდეს შევეგუებით საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და არ ვიტყვით არასოდეს უარს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ომი დაწყებულია საქართველოში ჯერ კიდევ 90-იანებში და განაცლებით მანამდეც 2008 იგულისხმება რუსეთის მიერ, ამაზე მოაწეროს ყველა მხელი. თუ მოაწერს სალომე ზურაბიშვილი, კვლავ ვიმეორებ, ჩაითვალოს ამ ბოდიშად მაინც და მაინც ეს ბოდიში რომ გინდათ სალომე ზურაბიშვილისაგან ამ თემაზე და ეს არის მთავარი თემა. დღეს და ახლა რასაკეთებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საკვანძო შეცდომა ფაშვის დაუშვია. აი ხა გაგიკვირდება, უბრალოდ მე ამ შეცდომას არ ვიტყვი. ჩემი ხედვას ყოველ შემთხვევაში ბოლო ორ თვეში მან ერთი შეცდომა დაუშვა. უბრალოდ მე არ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას. ისევე როგორც მიშა სააკაშვილის ბოლო ორ თვეში დაშვებულ ორ შეცდომაზე, რომელიც ჩემი აზრით მან დაუშვა, არ გავამახვილებ ყურადღებას. არ არის ამის დრო, როცა ბიზინა ივანიშვილი მონსტრი, რომელიც არ ცვლის საკუთარ თავს და პოლიტიკას და მიდგომებს და ხედვებს და ასე შემდეგ, არის მოსაცილებელი, ანუ რუსეთია მოსაცილებელი და თქვენ გიცხეთხართ და რაღაც სისრულეებს ლაპარაკობთ თუ ტელევიზორში და თუ პირად საუბრებში, ესეც ხომ ფაქტია, რა ვიცი, მეტი ისხმაც მინდოდა, მაგრამ ეხლა იწყეთ ჩემი კრიტიკა, რაც კი ათისკენთ.